ეხლა ვნახავთ ერთ პროგრამას, რომლის დახმარებითაც შეგვიძლია Google-ის კითხვარით მიღებული პასუხები გავაანალიზოთ. ამისთვის შევდივართ პასუხების ფაილში, ხო? და მე აქედან add-ons ვამატებთ ამ პროგრამას. ამ შემთხვევაში ეს პროგრამა არის Flubaro და აქედან დააჭერთ ლურჯი ღილაკი იქნება, ეწერება free და ჩაიწერება თქვენს drive-ზე. მე შევხვდით ისევ აქედან, გამოჩნდება ეს პროგრამა აქ და ასევე შეგიძლიათ ენად შეცვალოთ, არჩევთ რომელიმე სხვა ენა. და მოდით ნახოთ ახლა როგორ ხდება შეფასება ამ პროგრამით. დავაჭროთ აქ. გამოჩნდა ეს პატარა ფანჯარა და გამოჩნდა ჩვენი კითხვები, ხო? ახლა უნდა მივუთითოთ, რომელი კითხვა უნდა შეაფასოს, რომელი უნდა გამოტოვოს, თქვათ ეს არის სახელი. გვაძლევს ინფორმაცია სტუდენტზე, ასევე ელექტრონული პოსტა შეგვიძლია მოვნიშნოთ, როგორც სტუდენტის ინფორმაცია. და ასევე არის საშუალება, რომ გამოვტოვოთ კონკრეტული კითხვა და არ მიიღოს მონაწილეობა შეფასებაში. დანარჩენი კითხვები, რომელიც მოვუტოვოთ დავალებას ეხება, შეგვიძლია მივანიჭოთ ქულები. თავიდან ყველას მინიჭებული აქვს ერთი ქულა, მაგრამ შეგვიძლია შევცვალოთ და მივანიჭოთ ერთზე მეტი ქულა. დავტოვოთ როგორც არის, თითო იყოს ერთი ქულა და ვაჭერთ ღილაკს continue. გავაგრძელოთ. მეორე ეტაპზე ვირჩევთ, რომელი არის სწორი პასუხი. ამისთვის, როცა კითხვას გააკეთებთ, პირველი თქვენ შეავსეთ და მონიშნეთ ყველა სწორი პასუხი. ამ შემთხვევაში პირველი გვაქვს, პირველად მასწავლებელი ჩავწერეთ და მოვნიშნეთ ყველა სწორი პასუხი. და დანარჩენ პასუხებსაც, რაც შევსებული არის, პროგრამა შეადარებს ამ პასუხებს, რომელიც მასწავლებელმა შეავსო, ხო? და ისე ვაჭერთ ღილაკს continue. ახლა პროგრამა მუშაობს და მოგვცა ინფორმაცია ჩვენი მოსწავლეების შესრულების შესახებ. როგორც ხედავთ, შეიქმნა ახალი გვერდი ამ ფაილში, ხო? ჩვენი მონაცემები იყო აქ, გააკეთა ახალი გვერდი და გაანალიზა პასუხები. ახლა ვნახოთ რა ტიპის ინფორმაცია გვაქვს. აქ ზედა მარცხენა კუთხეში გვაქვს ზოგადი მონაცემები. ეს არის პირველი არის მაქსიმალური შესაძლო ქულა. მერე მოდის საშუალო. შემდეგ შევსებული კითხვარების რაოდენობა და გვიჩვენებს იმ კითხვების რაოდენობას, რომლებზეც მოსწავლეების 60%-ზე ნაკლებმა უპასუხა სწორად. იგივე ჩანს ამ ცალკეული კითხვის შემთხვევაში, რაც არის სტაფილოსფეროდ შეფერილი, ხო? გვიჩვენებს ამ ინფორმაციას, როგორც ხედავთ, აქ არის აქ 80%-მა უპასუხა სწორად, აქ 40-მა და აქაც 40-მა. ახლა ვნახოთ კონკრეტული ინფორმაცია. აქ წერს თარიღს, როცა შეივსო კითხვარი, სახელოს, ელექტრონულ პოსტას, ჯამურ ქულას და ასევე ჯამურ ქულას პროცენტებში. ასევე წერს რამდენჯერ შეავსო კითხვარი და შემდეგ ცალკეული კითხვის შემთხვევაში რა ქულა მიიღო, ხო? თუ სწორად უპასუხა, როგორც გახსოვთ, ჩვენ ერთი ქულა მივანიჭეთ ყველა კითხვას, იწერება ერთიანი და თუ არასწორად იწერება 0. და ასევე ქვემოთ ბოლოს გვაძლევს ცალკეული კითხვის შემთხვევაში რამდენმა პროცენტმა უპასუხა სწორად ამ კონკრეტულ კითხვაზე. და როგორც თქვით, თუ კონკრეტულ კითხვაზე მოსწავლეების 60%-მა არასწორად უპასუხა, ეს იქნება შეფერილი ამ სახით. ასევე შეფერილი იქნება იმ მოსწავლეების მონაცემები, რომლებმაც 70%-ზე ნაკლები სწორი პასუხი გასცეს, ხო? ვნახოთ სხვა ფუნქციებიც. ეს პროგრამა Flubaro ავტომატურად არ აფასებს ყოველ ახალ შევსებულ კითხვარს. ამიტომ როცა მონაცემები დაემატება, შევხვალთ აქ და თავიდან შეაფასეთ მონაცემებს. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ გრაფიკულად მიღებული პასუხები. აქ ჩვენ ხედავთ შევსებული კითხვარების რაოდენობას და ქულების რაოდენობას, რომელიც თქვენ შეგიძლიათ გაუგზავნოთ საკუთარ თავს ელექტრონულ პოსტაზე. და ასევე თქვენ შეგიძლიათ ეს მონაცემები გაუგზავნოთ და ასევე თქვენ შეგიძლიათ ცალკეულ მოსწავლეს გაუგზავნოთ მისი მონაცემები. ამისთვის მას უნდა გქონდეს მითითებული ელექტრონული პოსტა. აქედან ირჩევთ კითხვას, რომელშიც წერია ელექტრონული პოსტა. შეგიძლიათ გაუგზავნოთ კითხვები და მიღებული ქულები, ასევე გაქვთ არჩევანი, შეგიძლიათ გაუგზავნოთ სწორი პასუხები. და მიწეროთ წერილი, რომელიც გაიგზავნება ყველა მოსწავლეს, ხო?
პრინციპში სულ ეს არის. თუ იქნება კითხვები, დაწერეთ კომენტარებში და მადლობა ყურადღებისთვის.